ბევრს აქვს სავსებით სამართლიანი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი ეს ვიდეობლოგი, ეს კონკრეტული ვიდეობლოგი შეეხება უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებს, იმას, რაც მოხდა ვაშინგტონში და ვაშინგტონში უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. ვაშინგტონში მთავარი, რაც მოხდა არის ის, რომ პრინციპში გადაწყდა სამი ლიდერის შეხვედრა. ტრამპი, ზელენსკი, პუტინი. როდის გაიმართება ეს შეხვედრა და უახლოეს მომავალში, თუმცა გულთმისანზე მეტი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ეს შეხვედრა გაიმართება მაინც და მაინც ამ კვირაში, ან იმ კვირის დასაწყისში, ან ორ კვირაში. ჩემი ვარაუდით ეს არ გასცდება აგვისტოს, თუმცა შესაძლოა ვცდები კიდეც. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ან არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მეხუთე მუხლის მსგავს დარ გარანტიებზე ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა გადადგეს ერთი კი არა, ორი კი არა, სამი ნაბიჯი კი არა, ნახტომებით წაიწიეს წინ. მნიშვნელოვანი ამბავია, რომ გააზრება ხდება საფრთხე მომავალში ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ემუქრება ევროპასაც. სტარმერმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეს ძალიან ნათლად თქვა, მან თქვა, რომ თვინიერ უკრაინის უსაფრთხოებისა არ არსებობს უსაფრთხოება ევროპისა და არ არსებობს თვინიერ ევროპის უსაფრთხოება უკრაინისა. მოკლედ, გადაჯაჭვულია უკრაინისა და ევროპის ბედი, მეთქი ასე ვიტყვი, და უკრაინა ნახტომებით მიიწევს წინ ევროკავშირისაკენ და უკრაინა ნახტომებით მიიწევს წინ იმ ტერიტორიის უსაფრთხოების კოლგის მიღებისაკენ, რომელსაც ის სამომავლოდ გააკონტროლებს, ახლაც აკონტროლებს და სამომავლოდაც გააკონტროლებს. ევროპა და შეერთებული შტატები ერთი მხარეა, რუსეთი მეორე მხარეა. ყველაფერს იზამს შეერთებული შტატები და ევროპა იზამენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, რაც არ უნდა ახტეს და მერე დახტეს შლეგი პრეზიდენტი პუტინი. მაგრამ ეს არ არის მარტივი პროცესი, ამის თქმა მინდა. რუსეთს თავისი ამბიციები, თავისი გეგმები, თავისი ჩანაფიქრები აქვს. სადღაც უჭირს, სადღაც ულხინს, მაგრამ მას აქვს თავისი პრეტენზიებიც ტერიტორიული მალორასიის მიმართ თუ მალორასიასთან დაკავშირებით და რეალურად მთელი უკრაინა უნდა ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. დიახ, თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ ამაზე ახლა მე გავხურდები და შემდეგი 18 წუთი უახლესი კი არა, შემდგომი 18 წუთი მე სწორედ ამ თემაზე ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა ბჭყალებში გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ არა. მე არც ამ თემაზე ვისაუბრებ, ეს თემა გადავდოთ ლაივისთვის, ღამის 11 საათზე, საღამოს 11 საათზე რომ დაიწყება და არც საქართველოზე, რომელშიც საინტერესო პროცესები ცხადია მიმდინარეობს, მაგრამ დაწვრილმანება თეაწულუკიანამდე დასვლა და მამუკა მდინარაზემდე მისვლა, ირაკლი ზარქუაზე თუ ირაკლი კობახიძეზე და თუ უნდაც თვით ბიზინა ივანიშვილზე საუბარი, მე პირადად არ მიღირს და არ მინდა მოცემულ ეტაპზე, იმიტომ რომ გაცილებით საინტერესო პროცესები გამოგრჩება აბასობაში. და გაცილებით საინტერესო პროცესები უკავშირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უკავშირდება უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებსაც. ამა თუ იმ ქვეყნის, მაგალითად ჩინეთის სამომავლო პოზიციას. ჩინეთის სამომავლო პოზიცია იმდენად მსუხე თემაა, სავარაუდო სამომავლო პოზიცია. იმდენად საინტერესო თემაა, რომ ერთი კი არა 7 ბლოგი და 7-ჯერ უკეთესად მომზადება სჭირდება ნებისმიერ მიმოხილველს, რომ ყველა ასპექტი დაინახოს. აი მაგალითად, მოსაზრება იმის დაობაზე, რომ ჩინეთი მიატოვებს რომელიღაც ეტაპზე რუსეთს, სავსებით რელევანტური მოსაზრებაა. მაგრამ იმისთვის, რომ ჩინეთმა რომელიღაც ეტაპზე მიატოვოს რუსეთი და ეს რელევანტური მოსაზრება განიხილო, მანამდე უნდა მოხდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და 1-20 წუთი კი არა, უხეშად 3-20 წუთიც კი არ გეყოფა სიღრმისეული ანალიზისათვის. სიღრმისეული ანალიზისათვის არ გეყოფა არც ეს 20 წუთი, დარჩენილი 16 დაახლოებით ამ წამიდან, რომლის დროსაც მე უნდა ვისაუბრო თურქეთზე, როგორც უმძლავრეს რეგიონალურ მოთამაშეზე და მის ლიდერზე ერდოღანზე, რომელსაც სურს, რომ თურქეთი რეგიონალური მოთამაშე კი არ იყოს ოდენ, არამედ უფრო ფართო სოფლიო, ან უფრო ფართო გაგების რეგიონალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. თურქეთს აქვს თავისი პრეტენზია, ამბიციები
კავკასიის რეგიონში. თურქეთს აქვს თავისი პრეტენზია, ამბიციები კავკასიის რეგიონიდან აღმოსავლეთის ცენტრალური აზიის მიმართულებით. თურქეთს აქვს თავისი პრეტენზია, ამბიციები შავ ზღვაზე. თურქეთს აქვს თავისი პრეტენზია, ამბიციები შავი ზღვის რეგიონ ერთ ნახევარკუნძულ ყირიმზე. თურქეთს აქვს თავისი პრეტენზია, ამბიციები ევროპის მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ამ საკითხსაც ვერ მიმოვიხილავთ, მაგალითად ცენტრალური აზიისკენ რა ინტერესები აქვს ერდოღანს კონკრეტულად და საერთოდ თურქულ თანამედროვე სახელმწიფოს, ამას დღევანდელ ბლოკში მე ვერ შევეხები და როგორც ჩინეთთან, ჩინეთის არ იყოს დიდი მომზადება გჭირდება იმისთვის, ბევრი წყაროს საკითხვა გჭირდება იმისთვის, სიღრმისეული ანალიზი რომ გააკეთო კარგი. მაგრამ იმაზე კი ვისაუბრებ, რომ ერდოღანს ჯერჯერობით ამ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესის გარშემო პრაქტიკულად არაფერი არ უთქვამს, როგორ არ უთქვამს, უთქვამს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო მსუხე სიტყვა ჯერჯერობით მას არ წარმოუთქვამს. და უთუოდ წარმოთქვამს, მეთქი ამას თუ ვიტყვი, პრინციპში ორიგინალური არ ვიქნები. დიახ, ერდოღანი თავის მძიმე სიტყვას წარმოთქვამს მაშინ, როდესაც გორდიას კვანძების გახსნა მართლა და რეალურად დაიწყება და მათ შორის მაშინ, როდესაც შედგება სამეულის და შესაძლოა 4-ეულის, მეოთხე ევროკავშირია, ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან, მეოთხე მხარე ეს ინიციატივა მაკრონს ეკუთვნის, თუმცა ვერ გეტყვის ეს ასე მოხდება თუ არა. მოკლედ სამეულის თუ 4-ეულის შეხვედრა როცა შედგება და კვანძების გახსნა როცა დაიწყება, ერდოღანი იტყვის თავის მძიმე სიტყვას პირველ ყოვლისა ყირიმთან დაკავშირებით, რაც საკვირველია არც თურქეთი და არც დანარჩენი მსოფლიო ვენესუელაზე ცხადი არ ვსაუბრობ, ან ბელარუსზე არ ვსაუბრობ, რაც საკვირველია თურქეთი და ევროპა და ცივილიზებული სამყარო ყირიმს არასოდეს დაუკანონებს რუსეთს. ყირიმის დაკანონება რუსეთისთვის ნიშნავს იმას, რომ საზღვრების გადასინჯვის პოლიტიკა დაიწყო, რომ დაინგრა ჰელსინკი 1975 როგორც ასეთი, ეს კონცეფცია და ყოველ მეორეს თუ მესამეს თუ მეშვიდეს შეიძლება საზღვრების შეცვლა ძალისმიერი გზით და ძალის გამოყენებით. რის პრეცედენტსაც დასავლეთი რასაკვირველი არ დაუშვებს. მაგრამ ყირიმი სამწუხაროდ და ობიექტურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც რჩება რუსეთის მფლობელობაში, არასწორი სიტყვა ალბათ გამგეობაში, კონტროლ ქვეშ. და თურქეთი რასაკვირველია ამას არ და ვერ შეეგუება, მით უფრო რომ ყირიმის ნახევარკუნძული იცით თქვენ და ყველამ ერთმანეთზე უკეთესად ვიცით, შავი ზღვის ნახევარკუნძულია, ხოლო შავ ზღვაზე რუსეთის დომინაციის აღდგენა ან დომინაცია ერთგვარი ყველასთვის მიუღებელია, უკლებლივ ყველასთვის, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის ცალ-ცალკე, ნატოსთვის ზოგადად, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის და რასაკვირველია მიუღებელია შავი ზღვის მთავარი სახელმწიფოსთვის, თურქეთისთვის, რომელსაც ჰქონდა ჩახუტებული ბრჭყალებში სიტუაციურ პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან ერთი ხანობა და კარგა ხანი, მაგრამ გადალაგდა რა ფაზლი, თურქეთი დღეს რუსეთის საკმაოდ მძლავრი მოწინააღმდეგეა კონცეპტუალურად. გარდა ამისა, ჩინეთს აქვს შავ ზღვაზე ანაკლიის პორტი თვალსაჩინოებაა ამის ძალიან სერიოზული ინტერესები და თურქეთს აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ მესამე მოთამაშე, როგორც ასეთი, მით უფრო მძლავრი ჩინეთის სახით შავ ზღვაზე არ შემოუშვას. თურქეთი დააფიქსირებს კიდევ ერთხელ, ერდოღანი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, როგორც არ უნდა გაიხსნას კვანძი, როგორც არ უნდა მოგვარდეს ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოდ პრობლემა, ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ყირიმთან დაკავშირებით მინიმუმ დააფიქსირებს ერდოღანი კიდევ ერთხელ ხმამაღლა საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმი დე იურე უნდა იყოს უკრაინის და არის კიდეც უკრაინის. შავი ზღვის კონტექსტში თურქეთისთვის ეს რუსეთის მომძლავრება ყირიმის ნახევარკუნძულზე საფრთხილოა სხვა თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პირობითად ავიღოთ აქ 15 სიოფორის 15 ტაბლეტია. პირობითად 6 გემი რუსეთს 40% ჩაძირულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტისა კრეისერ მოსკვას და დაიწყო ეს ყველაფერი. 9 გემი, აი ეს დავაფაროთ ამ სიოფორის ამ
ტაბლეტებს ხელი, 9 გემი მას შავ ზღვაზე შენარჩუნებული აქვს. ყირიმში მისი დარჩენა, რაც გარდაუვალია დროებითი დარჩენა, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის შავი ზღვის მაკონტროლებელი ხდება აღმოსავლეთ ნაწილისა ყოველ შემთხვევაში და თურქეთისთვის ეს პრინციპულად მიუღებელია, ამიტომ თურქეთი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დააბალანსოს, როგორც ასეთი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შავ ზღვაზე. დაბალანსების ორი გზა არსებობს. ერთი რეგიონალური პარტნიორობა და თურქეთმა ამ თვალსაზრისით 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შავი ზღვის კიდევ ორ სახელმწიფოსთან. ეს არის სუსტი ბულგარეთი და სუსტზე ძლიერი რუმინეთი, მაგრამ რუმინეთის პრინციპში არ არის დიდი მოთამაშე ნატოს ფორმატში და მით უფრო შავი ზღვის ან ასევე შავი ზღვის კონტექსტში. მაგრამ მან თურქეთმა გადადგა ნაბიჯები ამ ორი ქვეყნის მისმართულებით, გაფორმდა ხელშეკრულება მემორანდუმი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამი სახელმწიფო შავი ზღვის აუზში მოტივტივი არასწორი სიტყვა, მაგრამ არსებულ ნაღმებს განაღმავენ. ეს ნაღმების რაოდენობა შავ ზღვაში დაახლოებით არის 500-600 წალი. აი ერთ-ერთი ნაღმი, რომელიც ესე მოცურდა, მოტივტივდა, მოცურდა, შემოვიდა, რაც გდებავთ თქვათ, ნებისმიერი ზმნა ვიხმაროთ, შემოცურდა ბათუმშიც კი და მოულოდნელად აფეთქდა. ასეთი ნაღმი დაახლოებით აქ იგითხარით 600 წალია, რომელიც ნებისმიერ მცურავ საშუალებას, დიდსა თუ პატარას, შეიძლება მოულოდნელად შეეჯახოს. აქვე ვიტყვი, რომ ეს არის რუსების მიერ გაშვებული უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა უკრაინელების მიერ გაშვებულიც. შეიძლება ნებისმიერ მცურავ საშუალებას შეეჯახოს და ბრახდა ააფეთქოს. ამიტომ შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ 600 ნაღმის აღმოჩენა და 600 ნაღმისაგან განთავისუფლება, რომლებმაც შეიძლება არა მარტო დააზიანოს, არამედ ჩაძიროს კიდეც მეტნაკლებად დიდი ამასთან სავაჭრო მაგალითად ან სამგზავრო გემები. ამიტომ თურქეთმა დაიწყო ეს თანამშრომლობა რუმინეთთან და ბულგარეთთან. რუმინეთი და ბულგარეთი ადეკვატური სახელმწიფოები არიან ამ თვალსაზრისით. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორც შავი ზღვის წევრ სახელმწიფოს, შავი ზღვის სახელმწიფოს საქართველოს 2024 წელია, იანვრის თვე, როცა ეს მემორანდუმი გაფორმდა, საქართველოს მთავრობასაც ამ ერთი წლის წელიწად ნახევრის წინ შემოუთვალეს და უთხრეს, რომ თქვენს როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანამ გთხოვთ მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში, განა რა შეუძლია საქართველოს ჩვენში რომ დარჩეს, მაგრამ ვერბალური დადასტურება, რომ ჩვენც მონაწილეობთ ამ მემორანდუმში, განაღმვის პროცესში, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, რომ მართლა შემთხვევით არ შემოცურდეს ყოველ მეორე დღეს ან ყოველ მესამე თვეს შავ ზღვაში, ჩვენს აკვატორიაში, ფოცსა თუ ბათუმში გვუტრირებთ, მაგრამ სხვაგანაც ასე მოცურავე, უმისამართოდ მოცურავე ნაღმები, ჩვენც მონაწილეობთ ამ პროცესში. საქართველოს მთავრობას არათუ უარყოფითი პასუხი არ გაუწია, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, არამედ პასუხიც კი არ გაუწია. ჩაიქნიეს ხელი მეთქი რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა საქართველოსთან მიმართებაში და განაგრძეს მუშაობა. შავი ზღვის უსაფრთხოება გარდაულად აუცილებელი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ნატოსთვისაც, რომელმაც 2016 წელს განაცხადა, რომ შავი ზღვა არის ნატოს ზღვა. ისევე როგორც თავის დროზე გაცხადებული ჰქონდა, რომ ბალტიის ზღვა არის ნატოს ზღვა. შავ ზღვასთან მიმართებაშიც ეს განცხადება, ეს დეკლარაცია გაკეთდა ვარშავის ნატოს სამინძე 2016 წელს, მაგრამ როგორ ბევრი თქვენგანი იკითხავს და მართლაც როგორ. ერთის მხრივ შავი ზღვის აკვატორიაში არის ნატოს სამი სახელმწიფო ხსენებული ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, მეორეს მხრივ არის საქართველო, რომელიც არაფერში აღარ ეწერება, აბსოლუტურად არაადეკვატურია ბიზნესტანი, არც ერთ კონტექსტში არ მონაწილეობს, არაფერს აკეთებს, არა მხოლოდ გლობალური, არამედ რეგიონალური და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის და უსაფრთხოებისთვის. მესამეს მხრივ არის ეგრეთ წოდებული სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთი, რომელიც რასაკვირველია ანკლავი და დასაყრდენია რუსეთისა. აფხაზეთის ჩრდილოეთით არის რუსეთი, რომელიც სანქცირებულია და მისი დესანქცირება არ მოხდება კიდევ კარგა ხანი, მათ შორის არც მისი პორტებისა შავ ზღვაზე და მერე არის უკვე ყირიმი, მერე არის ისევ უკრაინა. იცით ეს ყველაფერი. ახლა როგორ უნდა
მოხდეს შავი ზღვის ნატოს ზღვად გარდაქმნას 2016 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, განაცხადეს ყოველ შემდეგ 3 დღე პრაქტიკულად ამას იმეორებენ, 25 წელი ამოიწურება მალე, ანუ 10 წელი გავა მალე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კი ნაბიჯი არ გადადგმულა. ახლა მე გეტყვით, ერთ-ერთ მოსაზრებას გაგაცნობთ. არსებობს ასეთი არა, ბოდიშვიხტი სანამ ამას ვიტყვი, მანამდე ისევ თურქეთზე ვიტყვი ორ სიტყვას. ამასობაში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ძალიან ძლიერდება სწორედ შავ ზღვაზე, თურქეთმა საკუთარი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება დაიწყო და ქალაქ სიურმენეში, რომელიც აქვეა, ხო, პატარა ქალაქ უკაა, რომელიც ტრაბზონის პროვინცია, ესე იგი აღმოსავლეთ თურქეთია, რასაკვირველია და ბათუმის პორტიდან სიურმენემდე, ბათუმიდან სიურმენემდე, სარფიდან სიურმენემდე არის არაუმეტეს 200, 220, 250, ანუ 250 კან ძალიან კილომეტრი, ანუ ძალიან მოკლე მანძილია. მან დაიწყო თურქეთმა დაიწყო საკმაოდ მძლავრი, არა სევასტოპოლის პორტს რასაკვირველია ვერ გაეჯიბრება, მაგრამ საკმაოდ მძლავრი პორტის მშენებლობა, რომელსაც უახლოეს ხანებში დაამთავრებს და როგორც იწერება, დაახლოებით 700-800 სამხედრო მოსამსახურე იქნება საკმარისია. იმისთვის რომ 700-800 სამხედრო მოსამსახურე რომ იქნება იმისთვის რომ რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები გაანეიტრალონ, მე გეტყვით რომ არა საკმარისია, მაგრამ იმასაც გეტყვით რომ ეს რასაკვირველია, ამან რასაკვირველია საკმაოდ შეაშფოთა რუსები, რომლებმაც იმხანადაც რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ სულაც არ არის საჭირო ამგვარი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე. კვლავ ვიმეორებ, 200-250 კილომეტრია აჭარის რეგიონიდან და აქამდე ეს გაკეთებული არ ჰქონდა თურქეთს. ამავდროულად რუსეთი რომ ძლიერდება მიუხედავად იმისა, რომ 40% ფლოტისა დაკარგა შავ ზღვაზე, ეს ფაქტია და კიდევ უფრო გაძლიერდება მაშინ, როდესაც ამოისუნთქავს. ანუ ის ვერ შეძლებს შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის სრულად აღდგენას, ანუ 15 ვეგები ვუტრირებ ცხადია მას არ ეყოლება, რაც ხავდა ვიდრე ომის დაწყებამდე, ვიდრე კრეისარ მოსკვას და სხვა ცურავი საშუალებების ჩაძირვამდე, მაგრამ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დომინაცია მოიპოვოს, აღიდგინოს, შეინარჩუნოს შავ ზღვაზე. აი ყირიმი რომ დაკარგულიყო, რუსეთს რომ დაეკარგა. ამ შემთხვევაში სულ რაღაც შავი ზღვის სანაპირო ზოლის 10%-ს გააკონტროლებდა რუსეთი, მაგრამ მიზეზთა გამო დროებით მაინც ყირიმი სამწუხაროდ შენარჩუნებული ექნება ამ ჯოჯოხეთურ იმპერიას. ეხლა ისევ თურქეთს დაუბრუნდეთ. თურქეთი არ ჩქარობდა, არ მინდა შემეშალოს წელი, მაგრამ აქედან გამომდინარე არ დავასახელებ, დაახლოებით 25 გვაქვს, ხო ახლა დაახლოებით 8 წლის წინ და 7 წლის წინ დაანონსებულ პროექტს თურქეთის არხის, უკაცრავად სტამბოლის არხის გაჭრის თაობაზე მე მინდა ავხსნა. გახსენით რუკა არის ბოსფორი. ბოსფორი არის ბუნებრივი სრუტე. ბოსფორი არის ვიწრო ყელი. შემომავალი შავ ზღვაში. ბოსფორისზე ცურავი საშუალებების, სამხედრო გემების შემოსვლა 21 ტონაჟობაზეც არის საუბარი, 30,000 ტონა თუ არ ვწდები, მაგრამ არ ჩავხედავ ახლა. მაგრამ ბოსფორზე მონტრეს კონვენციის თანახმად სამხედრო მცურავი საშუალებების შემოსვლა 21 დღეზე მეტით არ შეიძლება. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი, რომელმაც თავის დროზე გადაგვარჩინა ჩვენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყველაზე მოგზალებულად ვიტყვი, როცა შემოვიდა ბოსფორზე, ის 21 დღეზე მეტით ვერ გაჩერდებოდა, იმიტომ რომ კონვენცია იქნებოდა დარღვეული. მაგრამ ახლა ისმის კითხვა, თუ ხელოვნური არხი გაკეთდა შემომავალი შავ ზღვაზე, ამ შემთხვევაში მონტრეს კონვენცია მასზე, როგორც ასეთზე გავრცელდება კი? საერთაშორისო სამართალი, ან ბევრი სპეციალისტი საერთაშორისო სამართლისა ამბობს, რომ მონტრეს კონვენცია ვერ გავრცელდება ხელოვნურ არხზე. და თუ ფართო, ან არანაკლები სიფართოვისა, ვიდრე ბოსფორის სრუტეა, ამგვარი არხი გაკეთდება შემომავალი შავ ზღვაზე,
ბოსფორის ალტერნატივა. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტს ამ ზმნას შეგნებულად წარმოთქვა ვნავარდი შეუძლია შავი ზღვის მიმართულებით და შესაბამისად რუსეთის დომინაცია ან ერთგვარი დომინაცია შავ ზღვაზე იქნება ან ნიველირებული, ან განეიტრალებული, ან დაბალანსებული. იმიტომ რომ არ მინდა ვთქვა რომ მე-6 ფლოტის გაგრძელება ფლოტი შეიქმნება მაინც და მაინც შავი ზღვაზე, მეთქი ანუ ხმელთაშუა ზღვის ფლოტის ამერიკის შეერთებული შტატებისა, მაგრამ ისინი კი არ იპატრულირებენ, პატრულირებას ახლაც ახდენენ. ხო, არამედ სულ მუდმივად შემოვლენ და გაჩერდებიან კიდეც, თუმცა კითხვა სად გაჩერდებიან, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. უსაინტერესო ესი კითხვა. ამაზეც მივალთ, თუმცა 20 წუთია ჩვენ ეთერში ვართ. თურქეთმა თქვა თავის დროზე, რომ მე-23 წელს, 2023 წელს დავასრულებ თურქეთის სტამბოლის არხის მშენებლობას. ვერ დასრულდა. მრავალი ათეული მილიარდი დოლარი სჭირდება მის დასრულებას მოცემულ ეტაპზე, მათ შორის ეკოლოგებიც სჭედავენ. ხო, მწვანეები იქ თურქეთში. მოცემულ ეტაპზე მდგომარეობა არის ასეთი, მიმდინარეობს რაღაც დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გზების მიყვანა, რაღაცა მშენებლობები, გათხრითი მშენებლობები, მაგრამ ისეთი არსებითი მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ მიზეზი იმის, რატომაც არ დაწყებულა არსებითი მშენებლობა არის ის, რომ თურქეთი პრინციპში თავს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავადვე დაიწყო სტამბოლის არხზე საუბარი, იკავებდა თავს სტამბოლის არხის მშენებლობისაგან. თან მას არ ჰქონდა გარანტიები და არც ახლა აქვს, რომ სტამბოლის არხზე შემოსული მცურავი სატვირთო გემები, სავაჭრო სატვირთო გემები ფულს გადაიხდიდნენ. დიახ, ერდოღანის იდეა იყო, რომ მე რაღა ივქმნი ამ ხელა არხს. რაღა ივქმნი. ამიტომ ნებისმიერი მცურავი საშუალება, რომელსაც იოლად გავატარებ მე შავი ზღვის მიმართულებით, ის კეშს ფულს უნდა იხდიდეს. გზაში უნდა იხდიდეს ფულს, აბა მართლაც რენტაბელური ხო უნდა ყოფილიყო? ან ხო უნდა იყოს რომელიღაც ეტაპზე ამდენ და ამდენ მილიარდს რომ ჩადებ, მაგრამ გარდა ეკონომიკური დასაბუთებისა უკვე არსებობს ამ არხის მშენებლობის სამხედრო სტრატეგიული უსაფრთხოებითი დასაბუთებაც. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირისაგან განსაკუთრებით ერდოღანს არ ჰქონდა თანხმობა, არც ახლა აქვს. აშენებ თუ არა აშენებ, შენ ტარიფები ამ სტამბოლის არხზე არ უნდა დააწესო, პერიოდულად ისმოდა ეს ბრიუსელიდან. ახლაც მოცემულ ეტაპზეა ეს მდგომარეობა და ერდოღანი არ აჩქარებდა პროცესს, არა მარტო იმიტომ, რომ ბევრი მილიარდი ჯდება და ძალიან რთული დასაძლევია მართლაც, თუნდაც ძლიერი თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან თუ მიერ, მაგრამ მეორე მხრივ არ აჩქარებდა იმიტომ, რომ მას სტამბოლის არხის ეკონომიკური საჭიროება ვეღარ ხედავდა რომელიღაც ეტაპზე, მაგრამ და თურქეთს დასაკვირველია ერდოღანს პერსონალურად უნდოდა რომ ეს ნატოს ზღვა კი არ ყოფილიყო მაინც და მაინც. შავი ზღვა. არამედ ყოფილიყო სწორედაც რომ თურქეთის ზღვა და დაბალანსებული, თუნდაც დაბალანსებულად ეკონტროლებინა მას რუსეთთან ერთად, ოღონდ იმ რუსეთთან ერთად, რომელიც ყირიმში კი არ იქნებოდა მაინც და მაინც და ასე მომძლავრებული. თუმცა მომძლავრებულია თუ არა, მას 40% აქვს დაკარგული საკუთარი ფლოტისა, სამხედრო ფლოტისა. მოკლედ, ახლა ბოლო პერიოდში ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2027 წლისთვის, ანუ 2 წელიწადში, 2 წელიწად ნახევარში, ესე ვიტყვი, სტამბოლის არხი დასრულდება. და ჩნდება იმის თაობაზე ინფორმაციაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გაჭედავს და იტყვის, რომ მონტრეს კონვენცია ვრცელდება სტამბოლის არხზეცო, 36 წელს არის, თუ არ ვცდებით, 38 წელს მიღებული, გადავამოწმოთ თუ გნებავთ, როდის არის მიღებული მონტრეს კონვენცია, მონტრეს კონვენცია 36, მაგრამ გადავამოწმოთ. 36 წელს. მონტრეს კონვენცია, ძირითადი პუნქტები, კონტროლი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე, უზრუნველყოფა სამოქალაქო გემების თავისუფალი ნავიგაციისა, მშვიდობის დროს სამხედრო ნავიგაცია არა შავი ზღვის გამექცა.
არა შავი ზღვის ქვეყნების მაგალითად შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამხედრო გემების რაოდენობა და ტონა მოიხსენიება მკაცრად და მე სწორედ ვთქვი 30000 ტონაზე ნაკლები ტონაჟის გემები უნდა იყოს და 21 დღეზე მეტი არ უნდა გაჩერდნენ ისინი შავ ზღვაში ხო 21 დღეზე მეტი არ უნდა გაჩერდნენ მე 2008 წელს გავიხსენებ ისევ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 გადამრჩენილმა ფლოტმა პრაქტიკულად შემოარღვია ერდოღანი მაშინ თუ გულახდილები ვიქნებით ბოლომდე გახსნილად, ბოლომდე სწორ, ბოლომდე საქართველო თამაშს არ თამაშობდა. მაგრამ ამერიკელები შემოვიდნენ და მე-6 ფლოტი შემოვიდა. ახლა მონტრეს კონვენცია აულის როგორღაც დასავლეთი და თურქეთი გვერდს 27 წელს თუ დამთავრდა მართლაც 2 წელიწად ნახევარში ეს დამატებითი მანიშნებელი იქნება იმისა რომ შავ ზღვაში შემოვიდნენ ამერიკელები და მაშინ ეს 40 კი არა ეს 60% რუსული ფლოტისა საერთოდ უგულებელ ყოფილი განეიტრალებული იქნება. მაგრამ question, სად უნდა გაჩერდნენ ისინი? სად უნდა ჩაუშვან მათ ღუზა? აქ ძალიან საინტერესო ერთი საკითხი შემოდის, რომელზეც უთუოდ გასამახვილებელია ყურადღება. და ბიზინა ივანიშვილი ამ კონტექსტშია ჩასასკუპებელი. ბიზინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა. თუ ეს ასეა რასაც ახლა მე გიამბობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც დროებით შემოსული ამერიკული ფლოტი. სად უნდა დავანდეს, სად უნდა ჩაუშვას მისმა ცალკეულმა გემებმა, და არც თუ პატარა გემებმა, ღუზა მაგალითად 2027 წელს, 28 წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის რუსეთის გაკონტროლებისთვის. აი ამას ყველაფერს ვღეჭავ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქოს ხმამაღლა ვფიქრობდე. რუსეთის შავი ზღვის დარჩენილი ფლოტის დარჩენილი ნაწილის განეიტრალებისათვის, რომელიც ღმერთმა უწყის რას იზამს. თურქეთის ბაზა ბათუმიდან 250 კილომეტრში ამ ყველაფერს ვერ მოერევა. რუსეთი მაინც მძლავრი სახელმწიფოა. ამიტომ და ასევე გავიხსენოთ, რომ ნატომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვა არის ნატოს ზღვა. საქართველოს რა როლი აქვს და სადა აქვს ეს როლი? ფოთიო ვინმე იტყვის და ფოთისადმი პატივისცემის მიუხედავად ფოთში დიდი გემები სამწუხაროდ ვერც სავაჭრო და ვერც სამხედრო დიდი გემები ხას უსვავ ვერ შემოვა კი შუა ზღვაში ჩადგება განა არა ეს მნიშვნელოვანი ამბავია მაგრამ ფოთი არ არის ფლად ადეკვატური გეოგრაფიული წერტილი პორტი ბათუმი მით უფრო სად აი აქ დღის წესრიგში შემოდის კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი პორტი ოღონდ ვინმეს გონია რომ მე მარტო ანაკლიას ვახსენებ სიგარეტის შემომეპარა კადრში მარტო ანაკლიას ვახსენებ და მარტო ანაკლიას არ ვახსენებ გაგიკვირდებათ და აქ ვახსენებ ანაკლიას და ანაკლიიდან 25 კილომეტრში მდებარე ოჩამჩირეს რომელშიც რუსები შემოვიდნენ ხო ისედაც იყვნენ მაგრამ კიდევ უფრო მძლავრად შემოვიდნენ ჩოჩამჩირე არის მოდი ესე ვიტყვი ზუსტად ერთგვარად ღრმაწყლოვანი პორტი ბუნებრივად ღრმაწყლოვანი პორტი და ოჩამჩირეს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება რუსეთს სჭირდებოდა და ახლა სჭირდება მათ შორის იმიტომ რომ როდესაც სევასტოპოლში ან საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პორტებზე შეექმნებოდა პრობლემები მას საკუთარი ფლოტი უნდა გადმოესროლა ფლოტის ნაწილი უნდა გადმოესროლა სწორედაც რომ დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე მე ერთხელ ვთქვი რომ უკრაინამ ემანდ ომი რო გაგრძელდეს ან გაგრძელებული იყო ან გაგრძელდეს უკრაინამ ემანდ ლეგიტიმურ სამიზნედ რომ აირჩიოს ოჩამჩირე დე იურე საქართველოს ტერიტორია რომელსაც დე ფაქტო აკონტროლებს რუსეთი და რუსეთის სამხედრო ბაზები ოჩამჩირეში მეთქი ბაზა ოჩამჩირეში ამის სავსებით ლეგიტიმური უფლება ეკნება მეთქი ხო და რუსები შემოსული არიან ოჩამჩირეში და ახლა ისმის კითხვა ანაკლია მნიშვნელოვანია თუ არა ოღონდ ერთიან კონტექსტში მეთქი ახლა ესე ვიტყვი მე ერთი ძალიან ცნობილი პირისაგან მე როდესაც იყო განიხილებოდა ამ ანაკლია ფოთის შეპირისპირების საკითხი ცნობილი და კარგი პირისაგან მოსმენილი მაქვს ამგვარი მოსაზრება იმის თაობაზე მე არ დავასახელებ იმ პირს მათ შორის იმიტომ რომ მას არ შევუქმნა გარკვეული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით რეპუტაციის არა
უსაფრთხოების კუთხით ტაბლიაშვილთან რას ურთიერთობდი ამგვარ საკითხებზეო ვინმემ რომ არ თქვას უთხრას მას მაგრამ მაინც იმ კაცს აქვს ნათქვამი ჭკვიანური ერთი ამბავი გავიგე რომ ანაკლია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მთელი ჩვენი შავი ზღვის სანაპირო ერთ კონტექსტში ერთ კონცეფციაში წარმოვადგინოთ და ამ შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიდან გავასტარტოთ თქვენის ნებავთვით და თქვენით ჩამოვყვეთ მაგრამ შეიძლება სულაც არ დავასტარტოთ ანაკლიდან და დავასტარტოთ ოჩამჩირიდან ოღონდ ამისთვის სამუშაოებია საჭირო მუშაობაა საჭირო და ბიზნესტანი ამ საკითხზე არ მუშაობს გაეთრიეთ ოჩამჩირედან იმიტომ რომ ჩვენ აფხაზებისთვის გვაქვს ოფერი ოჩამჩირე როგორ იყოს დიდი პორტის დიდი პროექტის ნაწილი თანანაწილი 20 კილომეტრში მდებარე ანაკლიდან ამას ქართველები ბიზნესტანი აფხაზეთს არ უთვლი აფხაზებს ესე შორიდანაც არ უთვლის და არც აპროტესტებს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებას ფლოტის გაძლიერებას გავანებოთ ოჩამჩირეს თავი უნდაოდ მნიშვნელოვანს და თუ ოდესმე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ის აღდგება რასაკვირველია აფხაზებთან ერთად ნორმალურ ადამიანებს შეიძლება გააკეთონ ერთიანი კონცეფცია ბიჭვინთიდან ვიდრე ბათუმამდე განთიადიდან ვიდრე სარფამდე შავი ზღვის განვითარებისა მარტო ფლოტს არ გულისხმობ სასტუმრო კომპლექსებისად უნდა იყოს განვითარებული დიდი ტვირთებისად უნდა იყოს სანაპირო ზოლებისად უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აჭარას და აფხაზეთს და აი ამ შუა მონაკვეთს ვიდრე აჭარიდან ვიდრე აფხაზეთამდე აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ანაკლიას ფოთს და ასე შემდეგ ახლა ისმის კითხვა და არც თუ უმნიშვნელო 31 წუთი გავიდა ოხერი და ტიალი ჩვენ რას ვაკეთებთ ამ კონტექსტში არაფერს მაგრამ ამერიკელები და თურქები გააკეთებენ თუ არა და იმას ვამბობდი რომ ერდოღანს შეიძლება აწყობდეს ახლა სტამბულის არხის გაძლიერება და გაღრმაწყლოვანება არა გათხრა სადაც არ უნდა გათხარო ყველგან უნდა გათხარო ესე თქვა ხო სალომე ზურაბიშვილმა ერდოღანს შეიძლება აწყობდეს კი არა აწყობს უფრო რომ ნატოელები შემოუშვას შავ ზღვაში და ნატოელებმა თქვან რომ რუსეთის დომინაცია შავ ზღვაში მათ შორის ოჩამჩირეში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი ანაკლიას სადაც უნდა ჩაუშვა ზღუზა გემთან ნაწილმა მაინც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ანაკლია ესე არ შენდება და თურქებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ აქ არც რუსები იყვნენ და არც ჩინელები მიგიქცევიათ ყურადღება ჩვენი ძმაკაცი როა ვილსონი კონგრესმენი კაცი ბოლო პერიოდზდია კარგახანია მეთქი რუსეთს არ ანაკლებად ახსენებს ის მუდმივად ახსენებს ირანული ინტერესი ჩინური ინტერესი შესანიშნავად ხდება რა სად უნდა მიაწვეს ტრამპის ადმინისტრაციას მიაწვეს ცხადია ჭყალებში მივდივართ ჩვენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროებით დასრულებამდე იმიტომ რომ სამუდამო დასრულებისა მე არ მჯერა რუსეთის ფისი არასოდეს მწამდა მაგრამ ბოლოც არასოდეს მაკვირვებდა მაგრამ ახლა ასე ვიტყვი ფისი მწამს ბოლო მაკვირვებს მოხდება ახლაც 2-3 წელიწადში მოფერიანებული რუსეთი ახალ შეტევებს დაიწყებს რამდენი მიმართულებით შეიძლება ესტონეთის ყაზახეთის ისევ უკრაინის კავკასიის მიმართულებით ამაზე ცალკე ვიდეო ბლოგს ჩავწერ ეგრა მაგის პასუხია მალე ანუ სად მიდის ჯარი თუ კონფლიქტი დასრულდა სად მიდის ჯარი მილიონამდე ჯარის გაციხავს სად მიდის მაგრამ ამაზე სხვა დროს ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ თურქეთის ინტერესზე და იმაზე რომ საქართველოს უნდა აიღოს ორიენტაცია სწორედ ნატოს წევ თურქეთზეც ასე ვიტყვი რომელიც ჩვენი ლოკომოტივი რეგიონული მასშტაბით ლოკომოტივი შეიძლება იყოს და ანტითურქული ისტერიკა რომელიც ააგორებინა ბიზინა ივანიშვილმა ცალკეულ მის პროპაგანდისტურ არხებს და იუზერებს ბლოგერებს ფილოსოფოსებს თუ ცრუ ფილოსოფოსებს აი მსახურება ერთს რომ თურქეთი წარმოაჩინონ არანაკლებ მტრად ოსმალეთი და არა თურქეთი იმიტომ რომ თურქეთი დღეს არის და მტერი თუ ვინმე იყო ოსმალეთის იმპერია იყო წარმოაჩინონ არანაკლებ მტრად
რუსეთზე არანაკლებ მტრად საქართველოსთვის და მერე უკვე ბიზინა ივანიშვილმა დაგვისვას დილემას აკითხი რომ სად გვირჩევნია ჩრდილოეთით ერთ მორწმუნესაკენ თუ თურქეთისკენ რომელიც აგე რაღაცეებს გთხოვს არაფერს არ გთხოვს ერდოღანი თუ მძიმედ ელაპარაკება ვინმე ყაველაშვილს ეს იმიტომ რომ ეს მესიჯი გაიგოს ბიზინა ივანიშვილმა და შეცვალოს პოლიტიკა რისი იმედის მე პირადად არ მაქვს კი არა დარწმუნებული ვარ რომ არ შესვლის ბიზინა ივანიშვილი ამბობს მე იგივე ვარ მარად არ ვსდევ სოფლიო პროცესებს მე იგივე ვარ მარად ანუ მე რუსი ვარო ამას ამბობს დარჩენილა